დღეიდან ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო თბილისში პატრონიანი ცხოველების მონიტორინგს იწყეს. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო თბილისში პატრონიანი ცხოველების მოლა პატრონობის პირობების გაუმჯობესებისა და მეპატრონების ცნობიერების ამაღლების მიზნით იწყებს პროგრამას კარდაკარ. უფრო მეტ დეტალს მოგვიყვება ჩვენი სტუმარი, თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს წარმომადგენელი ბატონი გიორგი კობიაშვილი. მოგესალმებით ბატონ გიორგი. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში შემოვბრძანდით ჩვენთან. მართლა ძალიან საინტერესო სიახლით, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ კარგი ინიციატივა მაყურებელს დაინტერესებს. კი ბატონო და თავდაპირველად გვიამბეთ, როგორ მოხდება ამ ყველაფრის აღრიცხვა, ესე ვთქვათ და როგორ უნდა ასე ვთქვათ მოაბათ თავი ამ ყველაფერს, რომ მოხდეს მაქსიმალური მონიტორინგი და აღწერა ამ ყველაფრის. ტექნიკურად როგორ არის ეს ყველაფერი შესაძლებელი? ჩვენი თანამშრომლები გადაადგილდებიან, წინასწარ გვაქვს ჩვენ დაგეგმილი ჩვენი მარშრუტი. ეტაპობრივად ჩვენ მოვიცავთ მთელ ქალაქს, დავიწყებთ დღეიდან, დღეს იწყება ეს პროექტი და წლის განმავლობაში ჩვენ მთელ ქალაქს მოვიცავთ. დროული იყოს იგი თქვენი სტუმრობა დღეიდან. ნამდვილად მნიშვნელოვანი პროექტი არის და როგორც თქვენ ახსენეთ, კარდაკარიულიან ჩვენი თანამშრომლები, წინასწარ დაგეგმილი მარშრუტით, მიაწვდიან ინფორმაციას ცხოველების მეპატრონეებს, თუ რა სახის პროცედურები უნდა ჩაუტარონ ცხოველებს, რა ვალდებულება აქვს თვითონ მეპატრონეებს და მეტი კომფორტისთვის, მეტი ხელმისაწვდომობისთვის ყველა ამ პროცედურებს ჩვენი თანამშრომლები შესთავაზებენ ადგილზე, რომ აღმოუჩინონ ცხოველებს. და როგორც უკვე ვახსენე, დღეიდან იწყება და წლის განმავლობაში გაგრძელდება და მოვიცავთ მთელ ქალაქს. არასწორი მიმართულებების შემთხვევაში, ვთქვათ, თუ პატრონები, ესე რომ ვთქვათ, არასწორად უვლიან და არასწორად ურთიერთობენ მათ შემთხვევაში, ანუ რაიმე ესე რომ ვთქვათ, აკრძალვა, ხელშემშლელი ფაქტორი თუ არსებობს თქვენი მხრიდან, რაც ვთქვათ, ზემოქმედებს პატრონზე, როგორც ვთქვათ, ჯარიმა. ესმის პირველ ეტაპზე არის მხოლოდ საინფორმაციო ხასიათის ეს შეხვედრა, ჩვენ აუღრიცხავთ იმ თანამშრომლებს, იმ დარღვევებს, რომლებიც არის ძირითადად რომელსაც შევხვდებით, მივკითხეთ. კვლევის სახე იქნება ამას. რა თქმა უნდა, როგორც კვლევის, ასევე შემოწმების, ასევე ინფორმაციის გაცემის მეპატრონების მიმართ. ბატონ გიორგი, რეალურად მიზანი რა არის ამ ყველაფრის და მთავარი მოტივი რა იყო, როდესაც ეს იდეა გაჩნდა და შემდგომ უკვე დაიწყეთ ამ ყველაფრის აღსრულება? თქვენ იცით, რომ საკმაოდ დიდი გამოწვევა არის ჩვენთვის, ჩვენი ქალაქისთვის მიუსაფარი ცხოველები და მათი გამრავლების ერთ-ერთი ძირითადი წყარო არის მიტოვებული ცხოველები. გამოგდებული ცხოველები. მინდა შევახსენო თქვენს მაყურებელსაც, რომ ჩვენი საქმიანობა არ არის მხოლოდ მიუსაფარი ცხოველების საკითხი, ასევე ეს არის პატრონიანი ცხოველები, ძირითადი საქმიანობა ჩვენი ვრცელდება ასევე მეპატრონეებზე და მათ ცხოველებზეც. აუცილებელი არის, რომ იყოს მოწესრიგებული პატრონიანი ცხოველების ბაზა, მეპატრონეების პასუხისმგებლობა იყოს მაღალ დონეზე აყვანილი და კიდევ მინდა გავიმეორო, რომ მიუსაფარი ცხოველების პრობლემა ჩნდება სწორედ პატრონიანი ცხოველებისგან, რადგან არასრულებენ ძირითად შემთხვევაში მეპატრონეები თავიანთ ვალდებულებებს და ეს ვალდებულებები მდგომარეობს შემდეგში. ეს არის ცხოველების სტერილიზაცია, კასტრაცია, პატრონიანი ცხოველების, თუ მეპატრონეს არ აქვს ჯიშის დამადასტურებელი მოწმობა. ეს არის ცხოველების რეგისტრაცია, ჩიპირება და ეს არის ცხოველის ვაქცინაცია, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით და სხვადასხვა ვაქცინებით, რომელიც არის აუცილებელი ცხოველების ჯანმრთელობისთვის. ასევე ეს არის ცხოველის მოვლა პატრონობის პირობები, რომ შევუქმნათ ჩვენ ცხოველებს შესაბამისი პირობები, გამოვყოთ სივრცე, მივცეთ საკმარისი საკვები, აღმოუჩინოთ ვეტერინარული დახმარება. სწორედ ამ ყველაფრის მოწესრიგებას ემსახურება ეს ჩვენი პროგრამა კარდაკარ. პირველ ეტაპზე ჩვენ ვიწყებთ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები, ჩვენ მივაწვით ყველა ვალდებულებას მეპატრონეებს, თუ რა უნდა აღმოუჩინონ ცხოველებს, სად უნდა დაარეგისტრირონ, როგორ უნდა გაუკეთონ ჩიპირება, ვაქცინაცია, სტერილიზაცია, კასტრაცია და ასე შემდეგ და მეტი ხელმისაწვდომობისთვის ვაქცინაციას, ჩიპირებას და რეგისტრაციას ჩვენი თანამშრომლები შესთავაზებენ ადგილზე, მისამართზე თავიანთ სახლებში.
თან საინტერესოა. რაოდენ პარადოქსულია და როგორ მავრაზებს დამოკიდებულება, რომ ამ მთავარი გამომწვევი მიზეზი არის მიტოვებული ცხოველი. ანუ ადამიანს ცხოველი მოყავს და მე რეაგდებს. ეს სერიოზული მენტალიტეტის პრობლემაა, მე თუ ვკითხავ. გარდა ამისა, მე არ ვიცი რა ძალისხმევა უნდა დაგჭირდეთ იმისთვის, რომ ეს მენტალიტეტი რაღაცნაირად შემოbrunდეს დადებითი კუთხით. ნამდვილად. ბატონ გიორგი, დაახლოებით რა დრო დასჭირდება მთელ აი ამ მონიტორინგს თქვენი გათვლებით? ჩვენ გეგმაში გვაქვს, რომ წლის ბოლომდე ჩვენ უნდა განვახორციელოთ ჩვენი პროექტი და ჩვენი ეს კვლევა უნდა დავასრულოთ. დღეს დავიწყებთ და ალბათ სამუშაო პროცესი უფრო გვიჩვენებს თუ რა სირთულეებს, რა წინააღმდეგობებს შევხვდებით და იმის მიხედვით მოხდება ამ პროექტის შეცვლა ვადებს გულისხმობ. ეს ამ ეტაპზე თბილისში განხორციელდება მხოლოდ თუ თბილისში ჩვენ თბილისის მერის სააგენტო ვართ. და აი თქვათ შემდგომ თუ მოხდება გადაკონტროლება ან ისევ მონიტორინგი, რომ თქვათ რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ ყავს თუ არა ამ ოჯახს ეს კონკრეტული ძაღლი თუ მოხდა თქვათ რაიმე ცვლილება მათ შორის აი ამასაც თუ გააკონტროლებთ. რა თქმა უნდა ჩვენ შევქმნით ჩვენს ბაზას, სადაც მოხდება ამ მონაცემების შეყვანა, მაგალითად, სად რამის სამართზე, რომელ ადამიანს ყავს ცხოველი პატრონობის ქვეშ, რა დარღვევებს ვაწყდებით ძირითადად და მოხდება აუცილებლად ამ ყველაფრის გადამოწმება. აქვე მინდა დავამატო ის, რომ რა თქმა უნდა ეს იქნება ნებაყოფლობით და ძალის გამოყენებით, არავინ არ შეუვარდება არავის სახლში, რადგან რამოდენიმე სოციალურ ქსელში კომენტარს მე არ ვწინააღმდეგე ძალის გამოყენების თქვენი მხრიდან, იმიტომ რომ ძალიან მაბრაზებს ზოგადად ეს მოცემულობა და ეს მდგომარეობა, რაც გვაქვს. მე თუ ვკითხავთ სანქცირებაც მისაღებია ასეთ შემთხვევაში, თუ იღებ ცხოველის ყოლის პასუხისმგებლობას, ეს პასუხისმგებლობა გააზრებულად უნდა რა თქმა უნდა. და ანუ თუ წააწყდით პრობლემას, ან თუ რაღაცა გარკვეული მიზეზით აღარ ყავს ოჯახს ეს ძაღლი, რომელიც თქვენ მანამდე აღრიცხეთ, არის რაიმე თქვათ ან ჯარიმა, ან გაფრთხილება, ან ასე შემდეგ. ვიცით რა თუ აღარ დაგხვდა ცხოველი ფიზიკურად ვერ მოხდება ვერანაირი ჩარიმის ადგილზე გამოწერა უბრალოდ და თუ გამოაგდეს ამის გარკვევა ალბათ ძალიან რთული იქნება. გარკვევა და გამოძიება რა თქმა უნდა არ არის ჩვენი კომპეტენცია, მაგრამ ადგილზე თუ რაიმე დარღვევას წავაწყდით, არასათანადო მოპყრობის ფაქტს წავაწყდით, რა თქმა უნდა ჩვენ სააგენტოს, ჩვენს თანამშრომლებს ექნებათ აუცილებლად ადგილზე რეაგირება. ძალიან დიდი მადლობა ამ ინიციატივისთვის, ძალიან დიდი მადლობა რომ შეძლებს და გვარად რაღაცნაირად ვებრძვით ამ პრობლემას. ხო, საინტერესოა და იმიტომ რომ ნუ ხომაწანწალად ძაღლებიც არის პრობლემა და არის საშიშროება, იმიტომ რომ ნებისმიერი სოფლის გავრცელება 100-დან 100%-ში ფატალურად სრულდება. ისე აი კომენტარები აღნიშნეთ და ზოგადად როგორ ფიქრობთ, როგორ მიიღებთ საზოგადოება ამ ინიციატივას? რამდენად ვერს გაუჩნდება სურვილი რომ თუნდაც გაგიხოთ სახლის კარი. ჩემი ასეთ სურვილი ნაკლებია ამ შემთხვევაში. მას შემდეგ რაც გავაჟღერეთ ამ პროექტის შესახებ, ძალიან ბევრი აზრი წამოვიდა იმის შესახებ, რომ პირველ რიგში მივხედოთ მიუსაფარ ცხოველებს და შემდეგ გადავიდეთ მეპატრონეებზე, რაც არის ძალიან მცდარი, რადგან სწორედ პატრონიანი ცხოველებისგან მოდის მიუსაფარი ცხოველების პრობლემა. ჩვენ თუ ავიღებთ ჩვენი სააგენტოს სტატისტიკურ მონაცემებს, ძირითადად ყოველდღიურად ჩვენ ხვდებით მიტოვებულ ცხოველებს, ძირითადად ხვდებით მეპატრონების მხრიდან თავის პასუხისმგებლობა რაც აქვს, იმ ყველაფრის შეუსრულებლობას, რაც მდგომარეობს დაურეგისტრირებელი ცხოველი, გაუსტერილებელი ცხოველი და სწორედ ეს ყველაფერი იწვევს იმას, რომ დღეს ქუჩაში ძალიან ბევრი მიუსაფარი ცხოველი ყავს და ყოველდღიურად ჩვენს თანამშრომლებს უწევთ ამ პრობლემასთან გამკლავება. ამიტომ სწორი იქნება რომ ჯერ დავიწყოთ ინფორმაციის სწორად მიწოდება მოსახლეობისთვის თუ რა პასუხისმგებლობა არის ეს ყველაფერი, შემდეგ გადავაკონტროლოთ ეს ყველაფერი და ასევე თქვენ იცით რომ აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა კანონ პროექტზე, რომელიც დაარეგულირებს ამ ყველაფერს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს არის შინაური ცხოველების შესახებ კანონი და პარალელურად, რა თქმა უნდა, ვახდენთ აქტიურად მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია, კასტრაციას, რაც არის ყველაზე ჰუმანური მეთოდი პოპულაციის შემცირებისთვის.